ციყუ. რა ხდება? ციყვი. ეს განახებს მე და მამა ჩემის კოლექციას. შენი თუ მამა შენის კონკრეტულად? ორივე? კი. მოკლედ მემკვიდრეობით უნდა გადმოგაბარო? კი. კაი, აბა რითი ტკბებოდი, რითი ტკბებოდი? აი ამით ტკბებოდი. ამ გვესაუბრეთ რა არის? წარმოდგენა არა გაქვს რა არის? უბრალოდ ჭხრიალებს ეგ მოგწონს რა? კი. ხო, არა, მეც ეგრე დავიწყე. ავიდან ჭხრიალი მომწონდა. როგორც ხედავ, მან ეს არის ძალიან ძველი მონეტები. შერეული ლოტი გაქვს რა? აი ეს ის არის მაგალითად. კარგი იქნებოდა რომ თქვენ გესაუბროთ, მაგრამ არა უშავს ახლა ბოთი ხარ. აი ეს მონეტა არის 1991 წლიანი, აი. რომელი? აი ეს. 5 კაპიკიანი? კი. აი, ამაზე რა სიტყვით? იმაზე? კი, მონეტზე. ეს ძველი ფულია ეს. აბა გაშალეთ. მილიონერი ხარ, რა გაწუწუნდეს, ბიჭო, ყველაფერი ფერარი ყავს? არა. რატომ მე? არა ვიცი. ლამბორგინი? არა. ლამბორგინი თუ ლამბორჯინი? ლამბორგინი. მე ჯინი მომწონს. ლამბორგამბორი. ხო, რა არის ეს ბიჭო? იმდენი მაქვს ვეღარც ვითვლი კაცო. 2011-იანებია ბიჭო, რა ვარ? ეგ რა არის? ეს მაიმუნი. მაიმუნი ახატია. ამოხეულია მე მგონი. კარგით. ისე რამდენია დათვლილი გაქვს, რა თანხებს თავს? არა. აზე რა ხარ? აი ეს $1. ეგ $1 უნიკალურია სხვათა შორის აუქციონზე ვიყიდე. ამდენი წელი გავიდა არც მახსოვს, ალბათ 5 ან 6 და დაუნდიშოლოვანი რამეა და გიჩვენ რომ კარგად მაგათ შეინახო, მანახე. ხო. კაი, აქ რა არის? მანდაც მონეტებია. აბა. მან უფრო სერიოზულად არის. რომელია შენი ფავორიტი? ჩემი ფავორიტი ესაა. რატო? ეგ იცი სანდრო მაჩუკა, ჩვენმა ძმაკაცმა? კი. ეგ სულთავ ერთხელია სხვათა შორის, ნახე. ელისაბედი, რა ჭირს ამ ჩემ ტელეფონს, თო ვერასდროს ფოკუსს ვერ იჭერს ეს დებილი ეს, ვერასდროს ხო არ მეგის საწესია. აი ესე. შენ ფავორიტი მამი რომელია შენი? ჩემი? ხო, შენი. აი გახსენი. ეს ვიცი. მე რომ მოვიგე და მე რომ მაჩვენე. მოვიგე რა წავაგე და შენ რომ მაჩვენე. შენ რო წააგე და მაინც რო გაჩვენე. და მე რო მოიცადე, როგორ უნდა ვთქვა? ხო, შენ რო წააგე და მაინც რო გაჩვენე. ხო. კაი, მოკლედ ეს მედალი რამე რომე? ეს მედალი World War-ისა. ისი? დედამიწის როგორ თქვა? როდრო? World War. სოფლიო, მანა. სოფლიო 2-ია. მგონი თუ ერთი. კარგით. ამაზე რა წარმოდგენა არა გაქვს ეს რა არის? აბა. წელი. 1977 წელი. აქ იცი რომ ოქროა 0.1 უნცია? ამბავია, ვა. ძალიან ცოტაა 1 უნცია არაფერი. 0.1 უნცია ძალიან ცოტაა. ეგ არის ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკისადმი. პატარა. მოატრიალი. ფუცლისავითაა. პატარა, მაგრამ აუქციონით მოვიგი და $50 მივეცით. ესე რა ეგრეგოდა. კაი, გავაგზავნოთ, აქ რა არის? მანდაც მონეტებია. ხო. აბა. ჩიმია ეს. აქ დიდი კოინებია, აჰა. აქ ჩამოყარე. გადმოყარე. სულ ყველა? ხო, გადმოატრიალი. ვაში, სულ ლენინები რო. საათ მოაგროვე ამდენი ლენინები. განძია. ლენი განძი არ არის, ლენინი მუმია. ოღონდ შორის ამადგან ერთ-ერთის დაწყვას ვაპირებ ახლა. აზოტით. ნახოთ რა იქნება. არ გინდა რომ უწილადო იმას? კი. როგორი ფორმა? გააჩუქან რაღაც კენი. კი, გავაჩუქებ. ადრე ჩემი გამომწერები, ჩემი მეგობრები მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ მაჩუქე ეს მონეტებიო და
მამაჩემს ურეკავდი. ვუნებოდი, ჩემ მეგობრებს შენი კოინები უნდა მეთქი და შუქნიდი შენ ორცალს. და ძალიან უხარდათ მე. ეს ჩართული რა აქვს. ხოდა გააჩუქე მეთქი მე. გავაჩუქებ. რაღაც ფორმა. მე არ ვიცი, მოიფიქრე რაღაც ფორმით და გააჩუქე. აბა რა. ახალწელს გავაჩუქოთ. ყველაფერი? All of them? ეს მოწეს. არა, ავიჩიოთ ესე. ჩემი ფავორიტია. ავიჩიოთ ესე. მე ფულები აქვს ბიჭო. ეს საერთოდ ობლიგაციაა მგონი მანამ. რენდომულად ავიჩიოთ, დავდოთ, აქ დავალაგოთ და ახალწელს გავაჩუქოთ. Random-ით? კი. Random? Yes, random. დაი გავაგზავნოთ აქ რა არის? აქაც კიდე მონეტებია. რატოა ცალკე? ცალკე, იმიტომ რომ რატომ ნადიან ცალკნეთ? ნახეთ. მან შერეულია ესე იგი, მან სხვადასხვა უნიკალური რაც ცხებია ესე გამოდის. აბა ეგ მე მახსოვს ხო, ეგ ძალიან დიდი ხნის წინ. მან არის ცენტებით არის მოგროვებული 7 თუ 8 ევრო. ხო, ევრო ცენტებია და ეგ შეიძლება გადაცვალო, იცი? ჩაოლები. ბანკში წაიღებ და გადაცვლი ფულია. რამდენ ლარად? ევრო რამდენ ლარია? 1 ევრო არის 2 და 75 თუ 54. ძველი 54. ხო, ეს 50 თეთრიანი, იმიტომ მაქვს, რომ ამაზე ექსპერიმენტები ვატარე. არიქაო მილიონერი გახდები თუ რა. მოკლედ ამ 50 თეთრიანით მილიონერი ვერ გახდები, გაბრიელ, იმიტომ რომ თითბერი უჟანგავი ფოლადი და ნიკელის ნაზავია და ამ სამიდან თუ რომელიმე გეუბნებათ, რომ ძვირფასი მეტალია, კი ბატონო, თქვენ ხართ მილიონერი. აბა, მე მგონი ყველაფერი ვანახეთ. არა. მანდ რა გავს? ეგეც სანდროს ნაჩუქარია. ხელის გულზე დაიყარე. მან სულ ერთხელებია მე მგონი. გამოშალე ხელი. აი ესენი სულ ერთხელის კაპიტალია. აი ესე. ეგენი სპილენძია. ოღო ელისაბეთ. ეგენი სპილენძია. ანახ. ესე იგი ელისაბეთი. შევთანხმდით. ახალწელს ვაჩუქებთ, ხო? როგორ რა ფორმით? რანდომით? შემოდით YouTube live-ში. მარტო YouTube-ი. don't save, მიდიებო. მარტო YouTuber-ები. ხო. შემოყავთ live-ში. როდის? 9 საათზე რა თქმა უნდა. როდის? ახალწელს. რა რიცხვი ახალი წელი? 31. და ეგრეთ. 31 მოდით 9 საათზე YouTube-ში შემოდით ჩვენ live-ში. და გავაჩუქებთ ამ ყველაფერს რენდომულად. ყველაფერს? მე რას მეტყობ? ყველაფერს არა, კაცო. რენდომულად ამოვიჩევთ, დავდებთ და 100 კაცოსა გადავწდებით, მაშინ გავაჩუქებთ. რაღაცეებს. ყველაფერს არა. ხო, ხამის 9 საათზე. ახალ წელს 31 რიცხვს. YouTube live-ში. მარტო YouTuber-ების თუ ეს? კი. მე მგონი მაინც უნდა ჩამოყალიბდე რა რაოდენობას გააჩუქე. TikTok-ზე რა გახსოვს? 5 სალამას. 3-ს რო ვიტყოდი 10 გიწევდა, 15 გიწევდა. 500. ანუ ყველა 5. მილიონერი ხარ რა, თომ არა გაქვს ფულები. ნახე რამდენი ფულები. თომ არა. თომ ფულები არა აქვს. ამ დროს ესეც unique არის. unique. ზედა გეყარო ბიჭო ფულები, არა უშავს. აი მე რეაგებ. I have a lot of money. Give me my money. იცი თუ დავიწყე ფულის მოგროვება? ბატო. ჭხრიალი მოვწონდა თორე რა იყო საერთოდ არ ვიცი. რო ჭხრიალებდა და ბევრი იყო ჯიბეებში ეგ მომწონდა თორე რას ნიშნავდა ვინ იყო რა იყო აზევი. აი ესე ვიდექი და ყველაფერს ვაგროვდი რაც ხელში მომხდებოდა. ასე ეს მომწონს ჭხრიალი. ხო, მე ყველა მის გაიგო რომ მომწონდა და მომბაზრებდნენ ხოლმე კლასელები ნაკისავები რა ვიცი. და ჩემი მონაგარი.
ეს 3 წლის წინ ვიყიდი აუქციონზე. აი ეს ბოქსი მთლიანად. სპონსორი რო გავაკეთე. დაახურე ამ ბოქსში როგორც არის, დაახურე იქიდან ჩაკეთე, იქიდან ჩამიკეთე. აი ამაში მთლიანად როგორც არის ეს Coin Right როგორც არის, CoinCrazy.com-ზე ეს უყიდე $50. სპონსორი რო გავაკეთე მაშინ გახსოვ? ეს იყო South-ზე. ეხლა დაღალიტილი რო ეგეთი კი არის, და რამდენი გავაჩუქეთ გახსოვს? ძველი ჩინური რო გავაჩუქეთ. ხო. გახსოვს ის რაღაც დიდი კოინები რო იყო, ინჯექტური თუ რაღაც. ეგვიპტური, ხო. იჯიპტური. ინჯექტური. კაი, მოკლედ ესე იგი 31-ში ჩუქნი ხარ? ეს არ ქონდა გაგონილი. ახლა 9 საათზე YouTube live-ში. უტანელავით. კაი. ღამის 9 საათზე YouTube live-ში მარტო YouTuber-ები. 31 რიცხვს ახალწელს. კარგით, დაუმშვიდობებით. ახვანდის. კარგ ხვამდეს.